სანამ დანებს გაგიზიარებთ, პატარა შესავალს გავაკეთებ, მათთვის ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგო თუ რასთან გვაქვს საქმე და რაღაც ლოგიკას ცდილობენ რომ იპოვონ კანონში, ცდილობს აზრი გამოიტანოს, ზოგი ზომიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ თქვა რაღაცა ზომა შეიძლება იყოს, ზოგი ჩამკეტი მექანიზმის ეძახის, ზოგი გონია რომ რაღაც პირს შეიძლება ქონდეს განსხვავება, იმიტომ რომ სამზარეულო დანაზე ხან დაიწერა რომ არ არის ცივი არაღი, დასაკეთზეც დაიწერა რომ სამზარეულო ტიპის არის და ასე შემდეგ. ბევრი არის ადვოკატიც და სხვადასხვა ბლოგერებიც, ჩემი აზრით არაკეთილ სინდისიერებას აქვს ადგილი. ანუ უბრალოდ თვითონაც არიციან და იმას ლაპარაკობენ, რაც არიციან. და რაღაც პარამეტრებს იძახიან ხოლმე, თქვა ესე შეიძლება გადატანა, იმის ტარება შეიძლება, ამის ტარება შეიძლება. სინამდვილეში დასკვნა არის ის, რომ კანონი არ არსებობს და რასაც უნდათ იმას წერენ. ჩემი ეს ექსპერიმენტიც მაგას ემსახურებოდა და ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე გამოვავლინე შეიძლება. ჯერ კიდევ არ დამთავრებია ექსპერიმენტი, მაგრამ უკვე რაღაცა გასაგები შეიძლება იყოს მაყურებლების რაღაცა რაოდენობისათვის. დანარჩენი პატარა საქმე არ არის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ უკანონობიდან გამომდინარე, ესეც სახელი დავარქვათ, რასაც უნდათ იმას წერენ ექსპერტები და საბოლოო ჯამში მე სასამართლო ხელმძღვანელობს იმ დასკვნებით და დარწმუნებული ვარ, ალბათ ბევრი ადამიანი იქნება ციხეში გაშვებული, თქვათ, ამუხლით ცივერაღის ტარებაზე. ან თუნდაც სურვილის შემთხვევაში ბევრი ადამიანი იქნება გამოშვებული იგივენაირად. ხო და მაგიტომ ვითხოვთ, რომ კანონი არის დასაწერილი და ეს საკითხი არის დასარეგულირებელი. დანარჩენი მოდი დავიწყოთ ახლა, ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომლით დავიწყებთ. ეს არის დანა ნომერი პირველი. კი ბატონო, იყოს პირველი. ეს ამ შემთხვევაში არის ცივი არაღი. დასკვნა გვაქვს, რომ ბლაგვი არის, მაგრამ მაინც იჩხლტება. ესე წერია. შემდეგი მეორე დასკვნა არის, ეს ნახოთ, ეს არის დანა ნომერი 3. ხო, ამაზე წერია, რომ ბლაგვია და თქვათ არ იჩხლტება. და ერთნაირი დანები არის. ესეც ბლაგვი არის, ამაზე გვაქვს დასკვნა, რომ არ არის. ამ შემთხვევაში დამნაშავე ეს აყვავს მხოლოდ. სხვა დანაშაულის დასამტკიცებლად დასკვნაში წერია, რომ ხეში ჩავარჭეთო და ხეში ერჭობაო. ხო და ხეში სიმართლე გითხრათ, ყველა დანა ჩავარჭე, რაც აქ არის. და მგონია, რომ საბოლოო ჯამში იმ სურათზე დაურთავ იმ სურათს კუთხე არ ჩანს და მგონია, რომ კუთხეთი უჭირავს, იმიტომ რომ ისე მაგრად არ ერჭობა ხეში, რომ თქვა თავი შეიკავოს. დიდი დანა არის რა და ეგრე ყველა ერჭობა, რაც აქ არის. თქვა ეს დანა მესამე ავიღოთ, ესეც არ არის ცივი არაღი და რაღაც ხელის მარტი ვქნებით, ესე ერჭობა ხეში. და კვალს ტოვებენ ყველანი. ხო და მოკლედ ვაგზელებთ ჩვენ ექსპერიმენტს ისევ და ახლა მე მაინტერესებს, თქვათ, ეს კონკრეტული არის თუ არა ცივი არაღი. დასკვნაში წერია ედგარ, რომ აქვსო გარკვეული ქანობის მქონე წვეროო და მაგიტომ არის ცივი არაღიო. ჩემი აზრით, აქ ყველა მათგანს გარკვეული ქანობის მქონე წვერი აქვს. ანუ იქ მეორენაირად შეიძლება ითქვას, რომ გაურკვეველი ქანობის მქონე წვერი აქვს. ხო და ამ შემთხვევაში ამის გარკვევასაც შევეცდებით ახლა ეს არის თუ არა ცივი არაღი და ამის მსგავსად შეიძლება ბლაგვი არის, მაგრამ ესეც იჩხლტება. ეთილი მოკლედ მეგობრებო, ეს მინდა მეთქვა, დანარჩენი კიდევ ერთხელ მეორე ექსპერიმენტი არ დამთავრებულა. კიდევ ექნება ამას გაგრძელება, დღეს ამას დავუტოვებთ სამხარაულს და მომავალში იმის მიხედვით რა დასკვნა იქნება, შესაბამის კითხვასაც დავუსვამთ ისევ. მადლობა ყურადღებისთვის. კი ბატონო, მაგას ჩავა. კი, ხდება ხოლმე. პირი გალესილია. სერიული ნომერიც ჩანს. Этого